მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გაუძღვები მე მაია ქესაური. დღეს სტუმრად გვყავს კასპის მომღერალი, პედაგოგი, ლოტბარი და კასპის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ზაზა მენაბდიშვილი. მოგესალმებით ბატონო ზაზა, როგორ ბრძანდებით? მადლობთ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სასიამოვნოა. თქვენი ხილვაც და თქვენი მოწვევაც ჩემს გადაცემაში. დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება ტრადიციული ქართლური სიმღერის და გალობის ფესტივალის შესახებ, რომლის თაობაზეც ძალიან საინტერესოდ და ინფორმაციულად გვესაუბრებით თქვენ ბატონო ზაზა. ვეცდები. და ჩვენ კიდე ძალიან გულისხმობით მოგისმენთ. კი ბატონო, მოგესალმები. რადიოს, მოგესალმები თქვენ, მოგესალმები ჩვენს მსმენელს, მოგესალმები კასპელებს პირველ რიგში. ფესტივალი, ტრადიციული ქართლური სიმღერისა და გალობის ფესტივალი, ასე დავარქვი ამ ფესტივალს თავიდანვე და მიზეზი და მიზანი ძალიან ბევრი იყო. პირველი მიზეზი ის იყო, რომ მოგახსენებთ, რომ კასპში არსებობს ასეთი ანსამბლი მუნიციპალიტეტში, ანსამბლი ქართლი, რომელიც 70-იან წლებში ჩამოყალიბდა, ბევრმა არ იცის ეს ანსამბლის თაობაზე, უკვე 50 წელი გახდა, ცოტა მეტიც. და ძირითადად ეს ანსამბლი სოფელ ქვემოჭალის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 70-იან წლებში, 72-73 წლებში ბატონი ალექსანდრე მენაბდიშვილი, მამაჩემი, იყო კულტურის განყოფილება ერქვა და კულტურის განყოფილების გამგე. და ასე ერთ-ერთ შემოვლაზე, როდესაც სოფლებს ამოწმება სადრა შემოქმედებითი საქმიანობა მიმდინარეობდა, ჩავიდა სოფელ ქვემოჭალაში და კულტურის სახლში წუნალე კაცი იყო მაშინ დირექტორი ლერი შუღლიაშვილი და ახვედრა რამდენიმე 80 წელს გადაცილებული და 90 წელს გადაცილებული მოხუცები, მამაკაცები, რომლებიც რაღაც სასწავლო სიმღერებს ვერ ოძრეო მამაჩემისგან გადმოცემითაც. მე მაგ პერიოდში ჯეისის სკოლის მოსწავლე ვარ. ჭალის მკვიდრელი. ჭალის მკვიდრელი, კი. სოფელ ქვემოჭალელი. ხო და უკვე მე მამაჩემი ჩადიოდა და ჯგუფს, მაშინ ჯგუფი უფრო შეიძლება ვიდრე ანსამბლი, ან ჯგუფს ებოდნენ რაღაცები, ტყაიც კაციც კარგად გვერეს, იცი, ბატონო ვალევნო. თქვი ყადილი კაც არის სასამბლები, იმას არის სასამბლები. შეგვდა ძალიან ბევრი რაღაც ძველი, ისეთი ტრადიციული სიმღერების ბაზა. მე უკვე წლები რო გავიდა, მე უკვე კონსერვატორიაში ჩავაბარე, მანამდე მუსიკალურ სასწავლებლში და უკვე მეც ავდიოდი და ვეხმარებოდი, მამაჩემი თვითონ მომღერალი იყო, მუსიკოსი იყო. ხო და ერთად უკვე დავიწყეთ რაღაც ნიმუშების შეგროვება. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს ნიმუშები იყო ისეთი, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ჩანაწერებიც კი ფოლკლორის ესეთ ბიბლიოთეკაში და არქივში. აი ამ პერიოდში ქვემოჭალაში ვინაიდან ასეთი ანსამბლი პატარა ჯგუფი არსებობდა, წინარე ფოლკლორისტი იყო ასეთი ელიში გარახანიძე, პროფესორი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ჩადიოდა და ის სამყი აგროვებდა. ქვემოჭალაში. ისიც უშუალოდ ქვემოჭალაში ჩადიოდა, დიახ. ქვემოჭალაში. ახლა როგორც ვიცი, ის ნიმუშები, რომელსაც ჩვენ ვღელებთ, ზოგიერთი მის არქივში არის. შემდეგ ეს დაცული ან შემონახული. ბატონედი შესაძლოა ახალგაზრდა კატასტროფაში ვიყავდა, მთელი ოჯახი გარდაიცვალა და ერთი შვილი დარჩა მხოლოდ კატასტროფაში, მანქანაში ავარია მოვიდა და მე შვილმა გააგზავნა სამწუხაროდ ის ახალგაზრდა ბიჭის სახში გარდაიცვალა, შვილიც გარდაიცვალა. ეს რაღაც სიმღერები 1-2 შეიძლება კიდე აღსადგენია. დანარჩენს ძირითადად ვღერით ყველაფერს ამ სიმღერებს. ეს წინა სიტყვერება იმიტომ გავუკეთე, რომ შემდეგ ეს ანსამბლი უკვე 90-იან წლებიდან უკვე ჩამოყალიბდა, უკვე რამდენიმე ის თაობა, უკვე ძველი თაობაა, უკვე სოდი აღარ იყო გარდაიცვალა სამწუხაროდ და მოვიდა შედარებით უცროსი თაობა. ეს უცროსი თაობაც 80 წელს მიტანებულები იყო. ეს რომელ წლების წლებში? 90-იან წლებში დასაწყისში,
91-12-ში თუ არ მახსოვს კულტურის სამინისტრო სახალხოობა მის ოფიციალურად ამასავს. შემდეგ სხვათაშორის იყო 2004-5-ში ასეთი მოსლე განსაბლებისა და მაშინ როგორ გითხრათ სერტიფიკატიც თუ პასპორტი თუ როგორც ქვია მივიღეთ როგორც არა სერტიფიკატი არ ერქვა ოფიციალური ასამბლეის ის მოხდეს ანუ ჩვენ შეგვეძლო რომ გამოგვეცხადებოდა და სახალხო ფოლკლორული ანსამბლე ქართული ან პირდაპირ უფლებები იძლეოდა მაშინ მიხდით ყველგან შეგვეძლო მიგვიღო მონაწილეობა და სტატუსი ჰქონდა ანსამბლეს ეგრე არა ხალხ ჩამოყალიბდება ანსამბლემ ევროწუთში რომ ეს არის რა ქვია სანიმუშო და რაღაცებს რო ეძახე რა ვიცი სამეფო ანსამბლებს და აკადემიებს არქმევენ და რაღაცებს არქმევენ აკადემია არის ვერ გავიგე რატომ უნდა იყოს აკადემია მაგალითად ხალხური სიმღერის ანსამბლი ხო მაგეთ რაღაც თემებზე ლაპარაკი თორე ეგ დაახსნა ყველაფერი ანუ მივედით იქამდე 90-იანი წლებია მოვიდა უკვე ის თაობა რომელიც იმ პერიოდში 80 წლისები იყო შემდეგ ვიღებთ შევსებას კიდე მამაკაცების რომელიც 70 წლისები არიან 75 წლისები არიან უკვე 2000-იან წლებში ჩატარდა ესეთი 2004-ში თუ 5-ში არ მახსოვს ჩატარდა რესპუბლიკური დათვალიერება ოფიციალურად ჩვენ ბოლომდე გავედით ამ დათვალიერებისა მივიღეთ დიდი სტატუსი რასაც რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატი ხო და აი მაშინ აი პერიოდში მოვიდა უკვე ეს იდეა ჩემთან რატო უნდა ჩავატაროთ მივედით ფესტივალი ხო რატო უნდა ჩატარდეს ფესტივალი ანუ ყოველ წელს თითქმის რამდენჯერმე ტარდებოდა თბილისში აი დაიმდეთ ტარდება ჩვენ ვიცით ჩვენი რაიონის ისტორიას მაგას პატარა ერთ ცოტა ხანში ჩავტე ჩვენ ვართ სასწავლო ტრადიციული რაიონი ფოლკლორის მხრიდან მე ვამაყობ მაგითი ქონდა ამ საკითხებზე ბევრთან რატო კასპში ქართლის ფესტივალი და რატო და იმიტომ რომ ქართლში ყავდა უნიკალური ლოტბარი და მომღერალი მარო თარხნიშვილი სოფელ კავთისხევიდან და მისი ოჯახი დებით თარხნიშვილების შტო ჩვენ ყავდა უნიკალური მომღერალი და ლოტბარი კავსაძეები სოფელ ხოვლიდან კავსაძეების დიდი შტო არის ძმები იყვნენ კავსაძეების და ერთ-ერთი ძმა სოფელ ხოვლეში ბატონი დიდი სანდრო კავსაძე და ლადო კავსაძე მისი შტო იყო ჩვენებურები ხოვლელები დათაშკა კავსაძე და ასე მათ შექმნეს ძალიან დიდი ფოლკლორის ისტორია, ხარდაც საკუთარი გუნდი და მე კი ვიცით უკვე კავსაძეების შტო რამხელა დღევანდელამდეც მოდის ხო ერთ-ერთი თაობები ერთ-ერთი ძმა ბატონი კავსაძე აზურ კავსაძე იყო ლოტბარი სახელმწიფო ანსამბლის მაგშტოდან ჩვენი დიდი მსახიობი კავსაძე მისი ძმა ახლა იმერი კავსაძე ახლა ცოცხალი ოპერის მომღერალი იყო მისი ნათიშვილი აგერ ამერიკაში მსახიობი და ახლა ჩვენი საამაყო კავსაძე და ასე შემდეგ ეს ერთი დიდი შტო იყოს ჩვენი სოფლიდან სოფელ ხოვლიდან არსებობდა ასეთი დიდი ფოლკლორისტი დიდი მუსიკოსი და დიდი ხელოვანი ია კარგარეთელი ეშლება თქმა სახელიდან მამაკაცია ია სოფელი ერთაწმინდიდან არის წარმოშობით იყო და მისი დიდი წვლილი არის ქართულ ფოლკლორში იმიტომ რომ მან ასე სოფელ დადიოდა და აგროვებდა ძველ ნიმუშებს ხალხური ფოლკლორისა და ჩანაწერებს აკეთებდა პროფესიონალი მუსიკოსი იყო სხვათა შორის ყველაზე განათლებული მაყურე ჩვენს რაიონში მუსიკოსი იყო იმიტომ რომ ის ასევე იყო თარჯიმანი ოპერებს თარგმნიდა იტალიურ ოპერებს ქართულად და რუსულ ოპერებს და ასე შემდეგ. ია კარგარეთელი მაკლაბარაკის სოფელი ერთაწმინდიდან არის. ირონია მისი შთამომავლობა ახლაც არის. და ყველაზე მთავარი რაც არის ამ ფესტივალის მეორე ნაწილი, გალობის ფესტის
ტრადიციული გალობა. ძმები ხუთი კარბელაშვილები, რომელიც კარბელაშვილები ჭალიდან იყვნენ. ცნობილი ძმები. რომლის ჩანაწერების დღესაც საეკლესიო ისტორიაში დევს და ქართლ-კახური კილო კარბელაშვილისეულია. კარბელაშვილისეული ჩანაწერები არის და იმას წერიან ახლაც ეკლესიებში. არის გალობენ. დასავლეთის კილო კიდე სხვა არის, ქართლის კიდე სხვა. და მივედით იქ. მივედით დასკვნამდე რომ რატო არა კასპში, როცა ყავს ახლა. რატო არ უნდა ჩატარდეს? ხო და რატო უნდა ჩატარებულიყო თქვათ ესე ნაწილ კიდე გეუბნებით კავსაძეების მაშინ მივიღეთ თბილისში საღამოში მაროთ ახაშვილის საღამო ჩატარდა ქართლის საღამო სამყე ჩატარდა იაკარგარეთელის საღამო სამყე ჩატარდა იმ პერიოდში ზუსტად უკვე რომ ვიფიქრე აფიქრალი მქონდა დიდი ხანი ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი მაშინ უკვე გიორგი დონაძე იყო დონაძესთან ჩავედი თან უკვე მათი თანამშრომელი იყო ფოლკლორის ცენტრის და უთხარი მე ესეთი სურვილი მაქვს ну რამდენად არის ხარდაჭერა რაიონის ხელმძღვანელობისგან მე ეხლაც მადლობას მოვუხდი რომ ძალიან დიდი ხარდაჭერა იყო რაიონის ხელმძღვანელობისგან განსაკუთრებით აქტიურობდა ჩვენი წინვალ ქალბატონი თია ხორბალაძე რომელიც მაშინ უკვე ჩიდამიდგა ესედია მაშინ აიტაცა და შეთანხმდა რაღაც პატარა ფინანსური რაღაცები მან საჭირო. კი, ხარდაჭერა გჭირდებოდა. ძალიან დიდი ხარდაჭერა არა, ხარდაჭერა კი დადი თანხებთან არ არის ეს, მაგრამ მასპინძლობა იყო საჭირო რაღაც საჩუქრები და რაღაცები და მეც ასამბლეის. და დაიწყო მე უკვე 2017 წლიდან. 17-18 ეს თემა. ფესტივალი მაშინ იყო ორდღიანი. პირველ დღეს ჩამოდიოდნენ სალუტბარო სკოლები. კასპის სკოლი იყო სალუტბარო სკოლა და მასპინძელი იყო. და ახლა 200-250 ბავშვი ჩამოდიოდა რეგიონებიდან. ანუ კასპი ხო არ იყო რა. იმერეთიდან ჩამოდიოდნენ, გურიდან ჩამოდიოდნენ, ქართლი იყო. და ეს ყველაფერი კასპის კულტურის ცენტრში კულტურის ცენტრში არასოდეს ჩატარებულა. არასოდეს ჩატარებულა. ვინაიდან ამ ფესტივალს უძღვის გალობის ქართლური სიმღერის და გალობის ფესტივალი, ყოველი ფესტივალი ჩატარდება ეკლესიის ეზოში. იმიტომ რომ ჯერ ანუ მოილოცებენ, იგალობებენ ეს ანსამბლები შედიან ყველა თავის კუთხისას. შემდეგ გარეთ მოწყობილი სცენა არ ქვია ფოლკლორის ესეთი თემა რაც უფრო ახლო ხარ დაბლა მიწასთან და ბალახთან და ასე უფრო ლამაზია ვიდრე სადღაც სცენაზე და განათლებებში და პროექტორებში ის ფოლკლორი აღარ არის ის შოუა. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი კეთდებოდა ესეთ თემატიკაში. ორი წელი ასე სამთავის ეკლესიის ეზოში დავიწყეთ. კურთხევა ქონდა პატრიარქეთსგანაც, ადგილობრივი სამდელოებისგანაც, სასულიერო პირებისგანაც და ანუ ორდღიანი ესეთ ფესტივალი. უკვე დავეციეთ იმ პერიოდს, როდესაც გაჩერდა საქართველოს კეთილი სოფლიო და 2020 წლიდან 22 წლამდე აღარ ქონდა ფესტივალი. პანდემიის პერიოდში და 2023-დან პირადად ჩემი იდეაც იყო და შეთანხმებაც იყო რომ ბავშვები გავწიო. იმიტომ რომ მაინც აი რაღაც რისკებთან იმოდა. რა თქმა უნდა. ეს საზოგადოებრივი ეს ბავშვები რომ ჩამოდიან პატარა საკუთრ საცვაძილ თქო გზავრობენ. ჩოხატავრიდან 8 ჩამოვიდა, სვანეთიდან 8 რაღაც საკუთრი ხოლმე დაახოდა და ბავშვებთან ცოტა რთული თემაა ეგა. რაღაცა ისეთი არ მოხდეს ხო და ამიტომ ბავშვები აღარ იყოს ახლა. ყავს ხოლმე მხოლოდ კასპის სალუტბარო სკოლა, იმიტომ რომ ჩვენ მასპინძლები ვართ და მაგის ექსკლუზიური უფლება გვაქვს რომ ერთი ასამბლე ყავდეს ბავშვების. დაიწყო ასე ყოველწლიური ფესტივალი. ყველაზე მთავარი ის არის ამ ფესტივალში იდეა, რომ ქართლის ფოლკლორი, ქართული სიმღერა, ქართული და ქართლური ეშლებათ. ქართლურიც ქართულია, მაგრამ ქართლური მაინც ქართლური. ქართლურია. არსებობს ქართლ-კახური ფოლკლორი. და თუ კი შეიძლება რომ გურიის სიმღერის ფესტივალი იყოს იმეროს და ქართლურიც ყოფილიყო. და რატომღაც ეს თავდაპირველად ცოტა ესეთი ამ თემამ ცოტა
ესეთი რატომ არა გურში, რატომ არა ქარეში, რატომ არა ხაშუში. იდეა დაიბადა კაცში და უნდა იყოს კაცში. ჩემი სურვილიც ეგეთი იყო და ჩვენი ხო, კორელები ჩამოვიდნენ, ქარელელები ჩამოვიდნენ, ხაშულები და აქ ღერია ქართულად. ამ თემის ერთ-ერთი, ამ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა ის არის, რომ თქვათ სამოვიდა ლაგუშე და სვანეთიდან ხო, ცხინვალი ანსამბლი არის, მაშინაც გაიმარჯვა ერთ-ერთ ფესტივალზე ნიჭიერში. ლიბარტელიანის ანსამბლი, სვანმა პირველი სიმღერა უნდა იყოს ქართული. ეს მოთხოვნაა დებულებაში. ჩამოვიდნენ გურულები შაშად წერს. მათაც უნდა იმღერონ ჩოხატაურელები ჩამოვიდნენ ქართულურ მინდა იმღერონ მეორე იმღერონ ბატონო გურული არ უშლის ნამას ხო? წერს ცხინვალი ანსამბლი იყო ზურგეთიდან ჩამოსული კაცი რომელიც აი როგორ გითხრათ გურული სიმღერის კორიფეებით იყვნენ დატვირთულები 98 წლის კაცი იყო ჩამოსული ტრისტან სიხარულიძე რომელიც ერთი კაცი შემორჩა გურიაში რომელიც აი ყველაზე მაღალ რანგში არის თავისი ფოლკლორის ფოლკლორი ცოტა რთული თემაა კრიმანჭოლები და ისეთი სოფელი ანსამბლები ჩამოდიან უკვე ამ ფესტივალზე რომ მოთხოვნა უკვე ძალიან დიდია შეწერს 230 კაცზე მეტი იყო ჩამოსული ეს 230 კაცი იყო იმერეთიდან ხარაგაული იყო ჩამოსული სვანების ანსამბლი იყო ჩამოსული გურიდან ორი ანსამბლი იყო ჩამოსული ჩოხატაური და ოზურგეთი იყო ჩამოსული ბორჯომის ანსამბლი ცხინვალი ანსამბლი იყო გორის ანსამბლი გორის ორი ანსამბლი ყავს და იყო ჩამოსული აი ნამდვილი ფოლკლორული ანსამბლი ასეთი რიხი ქვია ანსამბლს ზურაც კრიალაშვილი ახალმძღვანელი რომელიც აი ზუსტად ამ ჩვენ წარმოწებას კარგად აგრძელებს ისიც ძალიან ძველ ქართულ სიმღერებს არის ეს გორის ანსამბლი ახალგაზრდა ბიჭებთან ხო კასპიდან 4 ანსამბლი თუ არის წარგენილები ქართული ძირითადად ეს იდეაზე შეიქმნა ეს ფესტივალი კიდე არსებობს ეს ანსამბლი ასაკი აი ამ 4 ანსამბლში ასაკობრივი ის აი ყველაზე ბებრები ჩვენ ვართ ასე რომ ვთქვათ ხო არა რატო იხაც არიან მოურავშიც არის ორი ცხინვალი პიროვნება რომელსაც ასაკი ახლა უკვე 80 წელს ვიტარებ თეგი ზამბიშვილიშვილი და გუზარმინაძიშვილი მაგრამ შეცვლა ახალგაზრდა მომღერლები ჯანდებით კი მე თუ ახალგაზრდა თითოებია კი ხო ქალთა ანსამბლი შეიქმნა ცხინვალი კაბადონია კაცი კაბადონია ხელმძღვანელი ხო ლალი კალატოზიშვილია ხელმძღვანელი და ძალიან უხარული ვარო ეგენიც აი ზუსტად იმ თემას აგრძელებენ რასაც ქართული ფოლკლორი ქვია მე სპეციალისტ ყოველთვის ვახურებ კომუნიკაცია და ვეუბნები რომ მოდი ლალიცით ისევ ქართლი ვიმღეროთ კარგი ინერვული სიმღერაც გურულის მე ყველა კუთხის სიმღერა ვიცი მაგრამ მაინც ქართლი მეჩვენებ და ჩემია ახლა გურულის სიმღერას გურულზე კარგად ვიმღერებ რა კი ვიმღერებ იმაზე კარგად ხო ვიმღერებ როგორც ახლა აჭარულ ცეკვას ვსწავლობ კაცში და ჩახალ აჭარაში ისეთი ლეც გაგიკეთებელი ის თვითონ აჭარები მას სისხლში აქვს რა ხო კი გეთახმები ისე ვერ იცეკვებ ისე ვერ იმღერებ კი ვისწავლოთ მაგრამ როცა უკვე ფესტივალის ფორმა აქ ვიმღეროთ ქართლი გურულს თავის ჩამოვამაც და გურულს სიმღერებს ხო ჩამოდის დუშეთის ანსამბლი ცხინვალი ანსამბლი ყავს დუშეთს 20 კაცი 25 კაციანი ანსამბლია თან საკრავიერიც არის ჩამოდის იყო წელსაც ასეთი ახალგორის ანსამბლი ძალიან მიყვარს ეგ ანსამბლი რომელიც ახალგორი ჩვენი ტკივილია და ანსამბლი ჩამოდის ხოლმე ხალხი ასეთი ანსამბლი ვწდები ხო თბილისიდან იყო ჩამოსული 3 ანსამბლი ერთი ანსამბლი იყო ცხინვალი გოგონა არის ხო ასეთი უზნაძე ანა დიახ ხო მისი მამა დათო უზნაძე არის ერთ-ერთი უნიჭიერესი ლოტბარი რომელმაც ჩამოყალიბა ანსამბლი ფესვები და ანსამბლი თბილისში დიდი ანსამბლია მისი ხელმძღვანელობით ყალიბდებოდა და ახლაც აყავს ძალიან კაი ანსამბლი ისე ფესვები ქვია ანსამბლს ის ამის ჩამოვიდა იყო ერთი თბილისელი სვანებისგან შემდგარი ცხინვალი ანსამბლი ოცნი იყვნენ ახალგაზრდები თავისი სვანობით ცეკვით ერთი ქართლი იმღერეს გასთავარი ხო და თავარი ის არის კახეთიდან იყო თელავიდან ორი ანსამბლი ერთი ანსამბლი იყო ალბათ თუ უყურეთ ხალხურში რომ გაიმარჯვეს თელავის ანსამბლმა ვასო კორნიეკო მისი ხელმძღვანელი რომელიც როგორც სოლისტი ყოველთვის ეგრე ჩამოდიოდა ხომ როგორც ჩვენი მეგობარი ძალიან მაგარი მომღერალი
და ეხლა თავის ანსამბლთან ერთად იყო ჩამოსული და პლუს მეორე ანსამბლი ესეთი არის ჩაკურული, ძმები ბიძინაშვილები, რომელსაც წინვალი ანსამბლი ყავს და ყოველ წელს ჩამოსული, მე-6 ფესტივალი მქონდა და 6 წელს ჩამოდის. ხაზი რას მინდა გავუსვა იცით რომ იმ დღეს თელავში იყო ალავერდობა. დაინთხა ჩვენი ფესტივალი და ალავერდობა და მაინც ამდენი ხალხი ორი ანსამბლი თელავში ორი ძირითადი ანსამბლი ალავერდობით მოილოცეს ღამის თევა და წამოვიდნენ გამძინარები ორი წელი ჩამოვიდნენ და კაცში ორივე ანსამბლი ჩამოვიდა ორი უძლიერესი თელავის ანსამბლი მიიღო მონაწილეობა ძმები ბიძინაშვილების ანსამბლმა და აგე კორნიენკოს ანსამბლმა და წინვალის შვილი ყავდათ არის ნახეთ თუ არა გავაზიარე გოგონა დაიგვიანეს რომ იმღერა მაგათი ბიძინაშვილების შვილია მართლა წინვალი გოგონა წინვალი შესრულები წინვალი აი იცით რა არის ახლა მანდ მინდა ხაზი გავუსვა დაიგვიანეს ანან 30-ზე ვღეროდა ხოლმე ყველა ფესტივალში აქ ანანოს მიღებული მონაწილეობა წელს არ მივაყია მარტო და დაიგვიანეს ვღეროდა ხოლმე და წინვალე დღეს ანანოს სხვა შორის ნიჭიერშიც იმერა ეგ დაიგვიანეს ის არის ძალიან კარგი კლასიკური ნამღერი ანანოსთან აი ეს არის ნამდვილი ფოლკლორი რაც ამ ბავშვმა იმღერა აი განსხვავება რა არის ორი ნამღერისგან ეს იყო ნამდვილი ფოლკლორი წიდან წამოსული ნამღერი და არავითარი დამუშავებული რო არ იყო. არავითარი ბგერაც კი არა ამ ბავშვს დამუშავებული, სულთა ქართული ბგერით ხერის. და ეს იყო ზუსტად ის აღმოჩენა. ეს ბავშვი იყო აღმოჩენა. ამ ფესტივალზე. ფესტივალზე დავწერე კიდევაც ეს აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ ეს ბავშვი მე პირადად მოვიწვია. შაშანაც იყო, შაშანა უფრო პატარა იყო. ძალიან ესე იყო, რომ წეს გადასარევი იყო რა და ამ ბავშვიც ამის ორი ძმანი არის ბიძინაშვილების სამი შვილია, სამი შვილი მეორე ესექვსი ბავშვი ერთადაც ვყირეს. და გაიცეთ მე ვთხარი ეს 6 ბავშვი ერთი ოჯახის 6 ბავშვი ჩავმეყვანეთ მეთქი ერთად იმბერე. აი ზუსტად მადამ საქმე რომ აი მათ ვეძებ ყოველთვის ამ ფესტივალზე რაღაცას მიჭიერებას. თუდა ძალიან მიხარია რომ ახლა წინვალე ლოტბარი ჩამოვიდა ჩემს შემდეგან რომ მან გადაიბარეს სალოტბარო სკოლა ნერაბიშვილი ხო და წინვალედ გამოვიყვანა ბავშვები რა კარგი რაღაც ესეთი ცეკვასთან ერთად ქონდა გაკეთებული ხო თორნიკე ნერაბიშვილი ანუ ძირითადად აი ეს 6 ფესტივალმა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ დაახლოებით ერთი ამ ექსპოსტიოს დაახლოებით 1500 მაგაც მომაიც მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა რეგიონებიდან. ამ ფესტივალს მარტო ეგ კი არა აქვს თქვა რომ ამდენი ადამიანი ჩამოდის. მე კაზში ვაჩვენებ სამთავისის ეკლესიას სამთავ. ჩვენი ღირსშესანიშნაობები დიახ. ერთადერთის ეკლესია. რამდენად დიდარია კასპის რაიონი. გაიცათ არ ვიცი სად ვაჩვენებ საწავლებად ამ ფესტივალს. შეიძლება ქვათახევში ჩავატარო. ეს ფესტივალი, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს ეკლესიის ეზოში. იმიტომ რომ იცით რამ ხელა დატვირთვა აქ ამას რომ გამოვიდა თქვათ ერთადწმედის მამაო და არ ვიცი სიხარულისგან შეშლილი კაცი იყო ამდენ კაცო ერთად არ უგალობია 150 კაცი რომ შევა და იგალობებს ეკლესიაში ხვდით? აი იქით რომ გურული საგალობელი იწყება, აქეთ კარტკახური იწყება, იქიდან იმერული საგალობელი და მე ვთვლი რომ სასწაული მოსასმენი იქნება. სასწაული მოსასმენია და მე მგონი ეკლესიისთვის ამაზე მეტი მრევლი არ არსებობს, რომ ამდენი ხალხი შემოვიდეს და შენს ეკლესიაში გალობს, თორემ ერთადწმენის ეკლესია მარტო იმითი არ დატვირთული, პატასტავია დასაფლავებული და ხალხმა არ იცოდა ეს რაიონები ჩამოდიან, როგორც მე არ ვიცი შეიძლება გურიაში ან სამეგრელოში ჩავიდე რომელიმე ოთხში და არ ვიცოდა იქ თუ რაღაცა ისეთი ღირსშესანიშნავია და მე ვთვლი ეს ფესტივალი იმის გარდა რომ დატვირთვა აქვს მუსიკალური, დატვირთვა აქვს ისიც რომ ჩვენ კასპის კულტურას ვაჩვენებთ და ჩვენ კასპის ხელოვნებას ვაჩვენებთ. იმიტომ ძალიან კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, ძალიან დიდი თემა არის ეს. ამოუწურავი. ეხლა რაღაცა ესეთი ექსკლუზივი სიტყვი. გისმენთ. ესეთი რაღაც თემა წამოწიე წინ, ალბათ ეს წელს თუ მოვასწრებ გავაკეთებ.
ეს ფესტივალი გვაქვს ხო რა ნავთახვიშვილი ყავდა და ესე ყავსაძეები და კარგარეთელი კაცი წამოვწიექტებმა და უნდა ჩავატაროთ პირველად ალბათ კასპი ჩავატაროთ ქალაქური მუსიკისა და დუდუკის ფესტივალს. Ωραία, კაია. ხო, ერთი გაჟღერებული მაქვს. ყავს უკვე ძალიან ბევრი სურვილი და რატომ ეგეც? იმიტომ რომ გასყავდა ქსოვრელი. რომელიც ალბათ ისტორია იყო საქართველოს შევնაც არის ახალ საქართველოს სასწავლა დუდუკზე დაკრავდა. ახლა ვთქვით ანსამბლი ქსოვრელები ხო ორი ანსამბლი მამაც და შვილსაც საწავლეს. ორი თაობა. დიდი ქსოვრელები ქონა, პატარა ქსოვრელები. კასპს ყავდა წყინვალე დუდუკის კორიფე ზაური მერიმაშვილი. თბილისში კასპელოს თიცნობი, რომელიც წლების განმავლობაში ხუშლების ანსამბლში იყო და ძალიან დიდი ხანი მოსწავლე ხარგაზოვის სახლში ასწავლიდა დუდუკს. თბილისში ახლა თუ მე ახალგაზრდა თაობა დუდუკს უკრავს ზაური მერიმაშვილის დამსახურება. კასპს ყავდა ასეთი ძმები პაპიაშვილები იყვნენ. ერთ-ერთი ცოცხალი არის ახლა სულშვილებში უკრავს დუდუკის ალბათ კორიფეები იყვნენ ისინიც და არიან. და ყავდა ძალიან ბევრი ხალხი. აი ახლა რომ ვიღაცას იდეა დაებათოს რატო არა იქო, იმიტომ არა იქ რო არ ყავდა ეს კორიფეები. ეხლაც ქსოვრელებიდან იწყება ათვლა ხო დუდუკისა. ხო და მე აი ფესტივალს მივაყოლებ ალბათ მალე დავაარსებ მეორე ფესტივალს. ეს ძალიან კარგი ის გაჟღერდა ჩვენს გადაცემაში, კი, ექსკლუზივი. სურვილი გაქვს. ჩვენ ახალგაზრდობაც იციან, სხვებაც იციან ასე თუ ისე რომ ეს აუცილებლად გაკეთდება ეს ფესტივალიც. მე რომ ნახოთ მესამეს რაც მოვიფიქრებ კიდე და თუ რამე ჯანმრთელობა შევიწოხილ და ასაკვა შევიწოხილ და დავაარსებ რაღაცას. ამას ვაარსებ მარტო ჩემთვის არა, ამას აი შემდეგ რაიონისთვის და მომავალთაობებისთვის. ეს უნდა აიტაცო, ეს უნდა გააკეთო, ეს უნდა შემოვინახოთ. ეკენეგეონებით ალბათ კასპში ისტორია, რასაც კასპის კულტურის ისტორია ქვია, ყველასფერო ვიცი. დაწყებული ხალხური და დამთავრებული ესტრადით, დამთავრებული თეატრებიც ყავდა კასპში, თეატრალური დასებიც ყავდა, სხვათა შორის წყინვალე ქორეოგრაფები ყავდა კასპში, ქორეოგრაფია ახლა არ დაწყებულა კასპში. არსებობდა ასეთი დიდი ქორეოგრაფი, ყველაზე დიდი ჩემსაზე ცოცხლებზე წინ ვაკრებდნენ კაცებს იყო ჯანო ბაგრატიონი. ბაგრატიონი. დიდი ჯანო ბაგრატიონი, დიდი ახლა ჯანო ბაგრატიონები იყო მათი მამა. რომელიც იმიტომ არ გახდა დიდი სოფლის ცნობილი ანდრო ბაგრატიონი. არ უშვებდნენ საზღვარგარეთ. არ უშვებდნენ საზღვარგარეთ მეფის თავმოვალი იყო და არ უშვებდნენ და პირველში წამოვიდა სოფლიშვილები და სოფლიშვილებს ქონდათ ის საშუალება გასულიყო ჯანო ბაგრატიონი ყველანაირად დაბრუნეს და ნარიცია შეიძლება არც არ არის სადაც ჩემი თავობამ და ცოტა უფრო დამოიცეს 60 წლების დასაწყისში კასპში იყო ქორეოგრაფად. ყავდა წყინვალე ცეკვის ანსამბლი. ეხლა ის ხალხის ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში ცეკვავდნენ, არიან 80-ს გადაცილებული და თითოეულა კიდე არის ცოცხალი. აი ეს ახლა რამე იყო რომ ასეთი მაღალი რანგის ქორეოგრაფი კასპში ასწავლიდა ცეკვას. ისე რომ ქორეოგრაფია 90 წლებში არ დაწყებულა კასპში დაიწყო 60 წლებში. და ასეთი დიდი ლოტბარები ყავდა და მე ხაზები და გავსვა ბატონი გიორგი ბართაძეს დამსახურებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ლოტბარი იყო ბატონი გიორგი და დავსტანცი მუშავე. მას ისინი კლასიკური განათლება ჰქონდა მას მართალია, მაგრამ ხალხურსაც ძალიან მწვერვალით აკეთებდა და ახლა მაურავი არსებობს. მის დამსახურებად. მისი შექმნილია დამსახურებები, მთლიანად მისი შექმნილია. 90% თითქმის მისი კასპები არის შექმნით. ის თავბრობელ თავბრაც მერეკი წლების განმავლობაში კასპში მუშაობდა და დედა ახალგაზრდებს ძალიან ბევრი ახალგაზრდები გაზარდა და აი შედეგიც ვიღოთ ყავს წინალე ასობლი მოურავი ხო? კი. ესე რომ ჩემს ხელშიც ასე გაიერა ძალიან ბევრი გიჭრა თაობებმა და ახლა კიდე გეტყვით აი 3 და 4 ბიჭის გარდა ერთი 10 ბიჭი არის კასპში რომელიც ერთი 20-30 ვერა იციან. რაღაც რო იყოს სუფრაზე დასწრება.
გვეთავის ბიჭები ისე გიმღერებენ რომ გაგიკვირდებათ საიდან ამდენი სიმღერებიო და ძალიან ბევრი ახალგაზრდები ჩემ ხელშიც გაიზარდა ძალიან მოხარული ვარ რაღაცას ტოვებ რაღაც კაცში და სურვილი მაქვს რომ ეს ჯერ ჩართულობა ხეს მეცხოვს და კიდე შეიძლება ბევრი დავტო იმედია რომ თქვენ ძალიან ბევრი კარგი იდეა და რომელსაც ხორცს შეაცხავთ და ჩვენს თაობას, მომავალ თაობას, რა თქმა უნდა, აზიარებთ აი ამ ქართლური ტრადიციული სიმღერის და გალობის ფესტივალს. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო ზაზა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ სტუმრად გვყავდა მომღერალი, პედაგოგი, ლოტბარი და კასპიის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ზაზა მენაბდიშვილი. დიდი მადლობა. წარმატებები თქვენ. ყოველთვის მოგემსახურებით. ჩემთვის დახურული თემა არ არსებობს, რომ არ ვიცოდი რამე თქვათ რაც. ძალიან საინტერესო რესპონდენტი შეეხება, მე ცალკე შემიძლია. ჩავშალო ეს თემები, თქვათ, ცალკე ხალხური ჩავშალო ცალკე, ესტრადა ჩავშალო ცალკე. ფოლკლორზე ცალკე შემიძლია ვილაპარაკო კიდე ესეთი რაღაცები არის ფოლკლორის სხვა თემა, სხვა რაღაცაა ფოლკლორიც. ფოლკლორი ხალხური. მე ერთი გადაცემა ჩავწეროთ მაგასთან დაკავშირებით. ფოლკლორი ხალხური სიმღერა არ არის მარტო. ფოლკლორი სხვა თემებია. ეს არის ფოლკასტური პროეს არის, რა ქვია, ფორმატი და სერიების მიხედვით მოხდება გადაცემების ჩაწერა და აი, კარგი იდეა მოგვაწონდა ბატონმა ზაზამ, რომ ფოლკლორზე ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა. შაშანაც ჩავწერეთ 5-6 გადაცემა, მაგრამ ასე დაწვრილებით არ ელაპარაკია. ხო და დაწვრილებით ველაპარაკებთ შემდეგ.